საღამომშვიდობის ძვირფასო თანამემამულენო. როგორც იცით, დავიწყეთ ჩვენ მოძრაობა დედები ქრისტეს სიყვარულით უღმერთობის წინააღმდეგ. ეს მოითხოვა ქვეყანაში არსებულმა აუცილებლობამ, თორემ კარგად ხედავთ ალბათ, რომ ჩვენს გვაქვს ოჯახები, ყავს შვილები, შვილიშვილები და ასე შემდეგ ყოფითი პრობლემები და ჩვენი საკეთებელი საქმეც ვთქვათ, ჩვენი ხო პირადი, მაგრამ მართლა იმდენი უღმერთობა დაგროვდა ამ ქვეყანაში, რომ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ყველაფერი გადავდოთ გვერდზე და აუცილებლად დიდი დედების ერთობით ამ უღმერთობას ამ ქვეყანაში ბოლო უნდა მოეღოს. ყველა ხედავთ ალბათ და ამჩნევთ, არც ემიგრანტებს არ გეხვეწებით არავის და გეუბნებით ჩაგვირიცხე, მოგვეხმარეთ, ასეკენით. არა ბატონო, ჩვენი სიმამაცით, ჩვენი ვაჟკაცობით შევძელით ის, რომ გქონდეს ეს ფართიც, სადაც ვართ და სადაც შევძლებთ მორწმუნეთა დიდება უფალს და ქრისტეს სიყვარულით მებრძოლ დედებთა გაერთიანებას. ეს ჩვენი სიცოცხლის ფასად გავაკეთეთ, იმიტომ რომ გვჯერა უფლის, გვჯერა ჩვენი სიმართლის და ასე გაჩვენეთ ჩვენ მაგალითზე, როგორ შეიძლება წინ აღუდგე კანონს, რომელშიც სამართალი არ არის და ყველა მიცით ერთი ძალიან დიდი ურია მასონის მიერ წართმეულ შენობაში შემოვედით ჩვენ. და ეს იყო პოლიტიკური მიზანი ზუსტად და არა ვიღაც უსახკაროთა ფართის ძიება, არა, არამედ ზუსტად ეს იყო სუფთა ვიმეორებ კიდევ ერთხელ პოლიტიკური, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში მევახცეობა, ძალადობა, მტაცებლობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და ჩვენ ვაჩვენეთ, რომ რაღაცა კანონი ქვია უსამართლობას ჩვენ არაფრით არ შევეპოვებით და კანონზე მადღლა დგას სამართალი. ახლა მინდა უბრალოდ ერთი შემთხვევა ამ დღეებში რაც მოხდა დიდ დიღომში გამოსახლების წინა დღეს ვიყავით ტაძარში. ეს ერთხელაც ვთქვი და ახლა რატომ მინდა გავიმეორო. ხალხმრავლობა იყო და ძალიან გამეხარდა, რომ ხალხი ღმერთს ეძებს. ადამიანები ეძებენ ღმერთს. ბავშვებით იყვნენ მოსულები, მაგრამ იმდენად ცარიელი იყო იქ ქადაგება, იმ მოძღვარი თუ რაც ქვია, იმ ტაძრის, რომ გაბრუებული იდგა ხალხი და თვითონ ყველა ვატყობდი, რომ რაღაც უკმაყოფილების გრძნობა ჰქონდათ, იმიტომ რომ ცრუ და ყალბია მათი ქადაგი. პირდაპირ უნდა ვთქვა ეს, ცრუ არის ეს ყველაფერი, რასაც ეს დღეს ესენი ქრისტეს და უფლის სახელით ვითომ გიქადაგებენ და არაფერი გულთან და სულთან არ მიდის, იმიტომ რომ შინაარსი გამოცლილი აქვს და მარტო რიტუალის დონემდე არის დაყვანილი. ამ 23-ში კიდე გიორგობა დღეს, რაც სამებაში მოხდა და მთელი აჟიოტაჟი რო გამოიწვია, მეც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, პირდაპირ ვამბობ, რომ დიახაც პატრიარქი არ არის ცოცხალი. და მას მალავენ. და მალავენ, იმიტომ რომ იქ ისეთი ამბავი ატყდება, დედა შვილს ვერ აიყვანს ხელში. და დროებით მაინც უნდათ გაიხარმუგძლიონ ეს ცრუ ფარისეულური თავიანთი რელიგია ვამბობ, თორე რწმენასთან არაფერი საერთო არ აქვს იმას, რაც საპატრიარქოში ხდება. და ჩვენ ახლა ვიცით ძალიან კარგად, რომ იმის რა ქვია, მოწვეული არის კათოლიკების წინამძღვარი, ხო? მოიწვიეს 1700 წელი ქრისტიანობიდან უნდა იზეიმოს საქართველო და ფაქტიურად ეშმაკისეულები მოიწვიეს. და ამაზე ხმას არ იღებს საპატრიარქო. ხო ვიცით ეს? ხო ყველანაირად განკვეთილი არიან ამ შემთხვევაში რჯულის კანონი და რჯულის კანონს რო იზატიან, ხო? რასაც ესენი აკეთებენ მწვალებლებთან ერთად ლოცვა ყოფნა, გალობა. ხო ასეა რეალურად. კათოლიკები, რომლებიც ეცქესიანებს ფაქტიურად ჯვარცელი, ხო? სადაა მათი ქრისტეს სიყვარული? უბრალოდ მაინტერესებს. ნამდვილად საცოდავია მრევლი, ვამბობ, ვინც ხო საუკუნეებია, ჯერა და სინამდვილეში რა მივიღეთ. ეს უკვე ყველაფერი ცხადდება, რომ ეს არის ყველაფერი ცრუ და სინამდვილეში ესენი ყველა ერთად არიან. ყველა, აბსოლუტურად.
და დღეს ვიღაცები კიდე ელოდებიან, რომ ებრაელები მოშლიახს დასვამენ და პიროვნებას ელოდებიან, რომ ეს არის ანტიქრისტეს ბოლო ბეჭედი. არა ბატონო, თქვენ პიროვნებებზე გაქვთ ორიენტირება. ანტიქრისტეს ბოლო ბეჭედი არის ზუსტად ციფრული ფული. და რომელი ფიქრობთ ამაზე, რომ იქ ეროვნულ ბანკთან თურნავა აგენტია პირდაპირ ანტიქრისტეს აგენტი დღეს. და ვითომ ამ გვიაგვილებენ ცხოვრებას და აუ არც ფულის ქეშად დახარჯვა დამჭირდება და ესენი გადარგვიწყვიტავენ რა ვიყიდოთ როგორ და ასე შემდეგ არა და აი ეს რომ ანტიქრისტეს ბოლო ბეჭედია ტოტალური მართვა ადამიანების ცხოვრების ამაზე თუ გელაპარაკება დღეს შენი საპატრიარქო რა არის ამათი როლი აბა მაინტერესებს რა მე დიდება მინდა უფალს უთხრა როცა მე-7 კლასში ვიყავი რომ ჯვარცმა ვიყიდე რაღაცა ისეთი რამე შემემთხვა რომ აი სულ რაღაცა არ შეყიდე მეშინოდა და ჯვარცმა ვიყიდე და ვილოცე მთელი ღამე და დავწექი დილით გახარებული ვარ როდის გავიღვიძებ რომ ისევ ჯვარცმაზე ვილოცო და გავიხედე დილით და ჯვარცმა არ ეკიდა ამხელა ნაჭერი ეკიდა მარტო კედელზე და გავიჟდი მე რა მოხდა გამოვწილე საწოლი უცებ და რა ვნახე თაბაშირის ყოფილა და დამსხურებულა და მარტო ამხელა ნაჭერი დიდება უფალს მე-7 კლასელ ბავშვს რწმენა კი არ შემერყა პირიქით ცოცხალ ღმერთზე ილოცე მაგისა უასე ჟამომძახა ხმა და ცოცხალ ღმერთზე ლოცულობს სულ მაგის მერე და წაიკითხეთ 10 მცნებიდან პირველი და მეორე რას გელაპარაკება ხალხო თქვენ რა გონიათ იმის რა ქვია აგურის და ბლოკის კედლებშია ღმერთი მომწყდეული და იქ არის ილოცეთ ცოცხალ ღმერთზე უკვე ვერავინ ვერ გაგიყვანთ ვერცა ვერც მღვდელი და ვერც ვერავი და დაირიგეს აქა სახელები მეუფეო უწმინდესიო ქერუბინიო ვიღაცა მელქისედეკიო ვიღაცა ესო ისო რა სქესი არა აქვს მელქისედეკებს და ქერუბინებს ეს სქესი არა აქვს ბიბლიაში და მამაო ქერუბინო დავიძახო თუ მამაო მელქისედეკო მე მაინტერესებს უბრალოდ გეკითხებით და რამხელა სიშნელებზე მიყავხარ თუ იცი თქვენ რომ ერთს უთხარი მამაო დიდი ხანია არ ვარო მეუფე ვარ აუ ბოდიში მე უთხარი შენ კი არ გაგიძახე მამაო მე უთხარი ღმერთს დავუძახე მაგრამ მამაო იუკადრისა მამაოს თუ ეთყოდი ღმერთს მეუბნები მამაო ჩემო ასე უბრალოდ და ესენი გამოხიშტულან აქ და აუ ჩაიცმევენ იმათ რა ქვია რომ მე კი ეფექტი კონდეს ვითომ რაღაცებს შეგამოცვილი შვილო ქრისტეს მერე რაში მჭირდები მე შეშუამავლად ხორციელად მომიბლინა უფალმა ხორციელად მაგისთვის რომ მთელი ეცოდვები ეტვირთა და შენ მოხვედი ახლა კიდე ქრისტეს სახელით როგორ გამღვლიბო შენ აქ 64 როგორ შეიქმნა და მე არიქა შენ არაო შენ ნუ მისაუყო დაიგუნჯები ხო სადაც ჟანგი და ჩიჩილი ჭამსო თქვენსაც არა ჭამს ჟანგი და ჩიჩილი გეკითხებით უბრალოდ მეცინება რა გელაპარაკეთ როცა უკვე ადამიანებმა გავიგეთ ეს ყველაფერი დაავლაპარაკეთ არ მოგეწონათ რო არ დაიმალებოდა თქვენ თვითონაც არიცით რო არ არის საიდუმლო რომელიც არა გაცხადდეს არ იცოდით ეს მაგრამ როგორმე გინდათ გაიხანგძლივოთ აი ასე რომ გიზიდონ მოგიტანონ და უფალი უნდა გიყვარდეს და უფლის სიყვარული რა არის აბა განმარტებას თუ აძლევთ ხალხს 1001 არის სუფთა 1001 ბევრია რა ლაპარაკობ ამ 3 მილიონიან საქართველოში რამდენი 1000-ია იმდენი თვითონ წმინდა რომ გამოიგოს რა გვიჭირს მაშინ სადაა ამდენი ამიტომ ხალხნო ცოცხალ ღმერთზე ილოცეთ და მარტო თქვენ თვითონ ეცადოთ თქვენი თავი და თქვენი შვილები გადაარჩინოთ ვეღარ მიხვალ იქამდე მღვდლამდე ის დრო დადგება მალე და ფუქსავა ცხოვრებას მოეშვით ყველა თოხი ბარი ზუსტად რაც კი შეიძლება ტექნიკა იყიდეთ და ეს პირი რო დაუღია მიწებს რომ გამოხვალთ ახლა გამოგიყანებენ კონსერვატორები და ისინი რა ქვია პატრიოტთა ალიანსი რომ არაბიზაციაზე კი არ გამოგიყვანონ იქ მიწები დაამშავონო მოგიწოდო იქ მიდით და გაინძერით და ხელი მოკიდეთ რაღაცას და გააკეთეთო არ ქვია მაგროვიც არაბიზაცია არაბული კომპანია აშენებს მაგას და არაბიც იქნება და მთელი მსოფლიოსის იყიდის აბა რას იღავს დედები გააქციეთ ქვეყნიდან ისეთი პირობები შეუქმნით ბანკებს და მევახშეებს ჩაუგდეთ მთელი ქვეყანა და ეს უდიდესი ქრისტიანული მართლმადიდებლური საპატრიარქო ოლიმპიური სიმშვიდით დუმს აი ამიტომ ძალიან მალე ძალიან გეუბნებით
მალე ორ ობიექტს ავირჩევთ. ეს იქნება ერთი საპატრიარქო, რომელიც უკვე ისედაც ისეა არეული და მაგას ვერც ვერაფერი დაალაგებს და ზუსტად ისე გაიწმინდება, რომ თითო ოროლად დარჩება. და ეგერ თურნავას მივადგებით კარებზე. არავითარი ანტიქრისტეს ბეჭედი საქართველოში, არავითარი ციფრული ფული, რომელსაც მიებმება იქ ჯანმო და აქ იქნება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით უღმერთობა ხო იყო, მაგრამ უღმერთობის უღმერთობა და ამის უფლება არ უნდა მივცეთ, სწორად უნდა ვიცოდეთ, დარქმას არ უნდა გააკეთო და სადანი შენი მტერი ჩასაფრებული და არა ის ვიღაცების გამოცდას აკეთებენ ახლა, რამდენად პოპულარულია ხალხში კონსერვატორები, იმიტომ რომ პატრიოტ ალიანსმა ვერ გაამართლა ფაქტიურად, იმიტომ რომ ყველამ გაიგო ახლა მაგათი ის რა ქვია მატერიალიზმი სული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ყველას ეს გუბავს. ან თანამდებობებისკენ სწრაფვა, ან მატერია ქონებების შეძენა და ასეთი რამეები. ჩვენ დედები არც ერთ თანამდებობისკენ არ ვისწრაფით. ჩვენ ერთადერთი რამისკენ, ჩვენი შვილები, შვილიშვილების გადასარჩენად, რომ აი ზუსტად იმ ანტიქრისტეს და ბოროტს არ ჩაუგდოთ ხელში, რომელიც დღეს გამოთებულია თავისი ფიქრით, ასე გონია, მაგრამ სიმართლე მაინც ჟონავს კი არა, უკვე კარგად გავიდა და მსოფლიოს მასშტაბით სხვათა შორის. ამიტომ ხიზლად იყავით, დიდება უფალს ვამბობ, არავისთან არ ვაპირებ ალიანსს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ერთადერთი ქრისტეს დიდებით ვამბობ და ქრისტეს სიყვარული დედები დავდგები წინ, რადგან ამათთან ყველასთან მისული ვარ და არც იცოდეთ, არავითარი ის რა ქვია, ქართველთა დიდი გაერთიანების წევრი მამისე ჯაფარაშვილი არ არის. ამას თვითონ ამბობდნენ, თვითონ იყენებენ ცოტა ისეთი ადამიანების სახელებს, რომ ვისაც მეტის სიყვარული აქვს ხალხში, რაღაც ავტორიტეტი აქვს წლების განმავლობაში მოგროვილი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ის სათათბირო არ არის, იქ თვითონ მარტო წვიდავენ ყველაფერს და თათბირით იქ არაფერი არ გადაწყვეტილა არსად. ამიტომ არავის სათათბიროს და არაფრის წევრი არ ვარ ერთადერთის გარდა. ჩვენ დედები ვამბობ ქრისტეს სიყვარულით, ქრისტეს სახელით უღმერთობის წინააღმდეგ. ასე რომ გვადევნებთ თვალყური და ძალიან მალე გეტყვით, როცა დავასახელებთ რიცხვს, ორ ობიექტს მივადგებით ერთად. ერთი, რომელიც ჩუმად არის ანტიქრისტეს ბეჭედზე პირდაპირ ვამბობ ციფრულ ფულზე, რომელიც უნდა შემოიღო და რომელსაც ყველაზე მეტად ევალება თუ მას ქრისტეს წამსა სიყვარული აქვს, რომ ხმა მოიღო და განგაში ზარი დასცეს. ამიტომ რო არ აკეთებენ, ორივეს ერთად მივადგებით. აბა უდიდესი სიყვარულით დედები ქრისტეს სიყვარულით უღმერთობის წინააღმდეგ მამისე ჯაფარაშვილი.